გარკვეულ საათებში ამ მთელი დღის მანძილზე შაბათ-კვირასაც ჩვენ შეგვიძლია ამ საქმეს სიამოვნებით მოეხსახუროთ, იმიტომ მეც მიმაჩნია ეს აუცილებლად სამოქალაქო შესრულებად და მოვალეობად და აქამდეც ვამბობდი, რომ ეს არის დიდი ტრაგედია, რომ ათენში ამდენი ქართველი სულ 4500 კაცი არის აღრიცხვაზე ამოვა. 5500. თესალონიკში უფრო მეტი ორგანიზებულებია 12000-ზე. აი საუბრობთ ახლა ინფორმირებულობაზე და თქვენთან დავიწყე ამაზე მანამდე. საუბარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომ იყოს ინფორმირებულობის ესე ვთქვათ რაღაც ცენტრის შექმნა გვაქვს იდეაში, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმეთა ამაზე. საუბარი მანამდე ელჩებს შეუქმნი საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს იდეაში გვაქვს ესეთი რამ, რაზეც უკვე დაწყებული გვაქვს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მუშაობა, რომ შეიქმნას ისეთ ადგილები, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს, ადგილები, ოფისები, სადაც ქართველი შეიძლება მივიდეს და მიიღოს ორი მიმართულებით ინფორმაცია. ერთი ინფორმაცია არის ის, რომ თუ მას საქართველოში დაბრუნება უნდა და განიხილავს ესეც თუ რა საშუალებები არის საქართველოში, რომელი სექტორი ვითარდება, თუ ინვესტიცია უნდა რომელ სექტორში ჩადოს თანხა და ასე შემდეგ, რომ დაბრუნების შემთხვევაში არასწორი მოლოდინებით არ დაბრუნდეს და თუ თანხის ჩადება უნდა ჩადოს იმ მიმართულებებში თანხა, რომელ მიმართულებაშიც აქვს პერსპექტივა საქართველოში ამა თუ იმ ეტაპზე. ან თუ განათლებას იღებს და არჩევანის წინაშე გასულიყო, რომელი პროფესია აირჩიოს, ამ შემთხვევაშიც რომ კონდეს მას ინფორმაცია, რომელ პროფესიებზე არის მოთხოვნილება და ეს მიიღოს ეს ინფორმაცია იქვე თავის ადგილს ამყოფელ ქვეყანაში, სანამ დაბრუნდება საქართველოში, რომ მომზადებული დაბრუნდეს. ეს და სხვა ინფორმაციები, მათ შორის ეს საკონსულო რეგისტრაცია და ასე შემდეგ, ამ ის ინფორმაცია, რომელიც მიგრანტს შეიძლება ჭირდებოდეს, ეს ლეგალი იქნება თუ არალეგალი. ეს ერთი და მეორე თვითონ ადგილზე იმ ქვეყანაში, რომ იტალია იქნება საბერძნეთი, ესპანეთი თუ ამ შემდეგ, იმ ქვეყნის შესახებ ინფორმაცია კონდეს მაქსიმალურად, რომ იცოდეს თქვა მისი სტატუსის ლეგალიზაცია როგორ მოახდინოს, სად ისწავლოს ენა, რა არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ იმისათვის, რომ მიგრანტის უფლებების დამცველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ძალიან მიხარია, რომ ესეთი ორგანიზაცია თქვენს გავსი გაგიხსნიათ, ამაზე მუშაობთ ჩვენს და შეიძლება ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით. ინფორმაცია ჩვენგან მიიღებთ, რა თქმა უნდა, და შემდეგ შეძლებთ ამ ინფორმაციის უკვე უფრო გავრცელებას, მათ შორის აი თქვენ ბრძანებთ ინფორმაცია ვინ უნდა მიაწოდოს, ამისთვის შეიძლება რომ იყოს რომელიმე ერთი ორგანო, ეს შეიძლება გაკეთდეს ბევრი ესეთი ოფისები და რაც მეტი იქნება, მეტ უკეთესი ინფორმაციის გაცვლის კუთხით.